ამჯერ წამიყვანეს ზუგდიდში. ზუგდიდმა სცენაგი არის თქვენი ვალდებულიო. სცენა ისე ზუგდიდში. მარტოს მიხედე არც ერთისგან, არც მეორისგან, არც მესამესგან. დახმარება ვერ ვნახე რა. აი ჩამოვიდი წყალს. აი შეულეძვე, აი როგორც გარი. საათზენა ხება. აი მე ძარი ერთად ვიყავი ესაა დავწი. გადმოყრილი ხალხი ვარ, პატრონული. გაუნდა გულის ოპერაცია უსკაკეთებული. აბლები დიდი ყველაფერი. აი და ვერ გავაკეთე. ამოჯახს სახურავი ჩამოენგრა, ფაქტიურად დარჩნენ უსახკაროდ, გამგეობა ეუბნება, რომ თანხები ამ ეტაპზე არ აქვთ და დარჩენილი არიან ღვთისამარად. სოფელ ბანძაში მარტვილის რაიონში თქვენ ხედავთ ზარქუების ოჯახს ჩამოენგრა სახლი და კონკრეტულმა ოჯახმა დახმარების მისაღებად მიმართა გამგეობას, რაიმე სახის თავშესაფარი მიიღო, რის ვალდებულებაც აქვს გამგეობას, ვინმე ბიუჯეტში არის გაწერილი შესაბამისი ფორსმაჟორული შემთხვევებისთვის თანხა. უარი უთხრა გამგეობამ ყოველგვარი სახის დახმარების აღმოჩენისთვის. არადა ამ დროს პარალელურად ჩვენ ვიცით განამდვილებით, რომ სამჯერ მეტ თანხას ხარჯავს მარტვილის გამგეობა საკუთარ პრემიებზე და დანამატებზე. და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, როდესაც არის მიტოვებული გამგეობის მხრიდან, უნებრივია რამდენიმე დღეში, როდესაც არჩევნებამდე მაინც რაიმეს აკეთებდა ქართული სიტუაცია თვალის ასახვევად და დღეს თავხედურად აქაც კი უარს ეუბნებიან აი ასეთ ოჯახს, ასეთმა ხელისუფლებამ ადგილობრივ უნდა დატოვოს კაბინეტები 21 ოქტომბერს და უნდა მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც აი ასეთ ოჯახს არ მიეტოვის გაჩვენებაში.